Frázas. საერთოდ ახალ ფრაზას თურმე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კომპანია ჯეოსელთან ერთად ახორციელებს ახალ პროექტს სახელწოდებით ციფრული ფოტომატიანე. მათი თქმით, პროექტის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოვაჩინოთ და შევაგროვოთ ოჯახებში შენახული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტომასალები. ვაქციოთ ისინი ციფრულ ვერსიად და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გადავცეთ მომავალ თაობებს. ციფრულ ფოტომატიანეში ინახება 10,000-ობით უნიკალური ფოტო. მათი გამოყენება დაცულია საავტორო უფლებებით. ხო და მეც ავიღე კამერა და ეს პირველად ცხოვრებაში ამ პროექტის თანაავტორებთან ერთად მივაშურე მაღალმთიან აჭარას, რომ კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა მეც და თქვენთვისაც, შეგვეხსენებინა რანი ვართ და საიდან მოვდივართ საერთოდ. ნახოთ აბა რა გამო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ ადრეულ გაზაფხულის დღეს მაღალმთიან აჭარაში, სოფელ დიდაჭარაში ერთი ფოტოგრაფი ამოსულა. ალბათ სურდა იმ ადამიანთა სახეები შემოენახა ჩვენთვის, რომლებიც ამ მისტიკურ ადგილზე ცხოვრობდნენ. დრო გადიოდა. ზოგი ფოტო დრომ წაშალა. ზოგიც წინა საუკუნის 30-იან წლებში მიზან მიმართულად გაანადგურეს. ილიამ თქვა, ერის დაცემა და გათახსილება მაშინ იწყება, როცა ერი თავის და საუბედუროდ თავის ისტორიას ივიწყებსო. დრო გავიდა და ასეც მოხდა. ჩვენ არ ვიცოდით ჩვენი კონტექსტი, ჩვენი ჩაცმულობა, ჩვენი განწყობები სხვადასხვა დროს, განსაკუთრებით ჩვეულებრივი ხალხის ამ პროექტით რაღაც თვალსაზრისით შეივსება და მე მგონია რომ ამის ესეთი მასობრივი ხასიათი სწორედ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ზუსტად დავინახოთ ჩვენი წარსული ყოველგვარი შელამაზების გარშე. ხო და ჩვენს ციფრული ფოტომატიანის ჯგუფთან ერთად თითქმის იგივე გზა გავიარეთ, რაც იმ ფოტოგრაფმა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს სოფელი დიდაჭარაა. არც ბევრი გვივლია, არც ცოტა. აქ ერთ საინტერესო ოჯახს ვეწვიეთ. დაუმარჯოს, როსტომ წულუკიძის სახლი გვინდა რა. აგერ არის რა აგერ. მადლობა. ბატონო როსტომ. მოპრდანდით. როგორ მოგმართო, თავადიშვილი გითხრა თუ მამულიშვილი გითხრა? რა ის თავადიშვილი ვარ მე ეგას. არ ხარ თავადიშვილი თუ? არა. მაშინ სამი ეტრია თუ არ ხარ თავადიშვილი. ცხოვრობთ იმ ფერი ჩვენთან არ არის. როსტომ და ქსენიას ჯერ მხოლოდ თავიანთ სოფელში იცნობენ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დიდაჭარის სკოლაში 44 წლის წინ დაწყებულმა მასწავლებლისა და მოსწავლის სიყვარულის ისტორიამ დროს გაუძლოს და წლების შემდეგ ერთ პატარა აჭარულ ლეგენდად შემოგვრჩეს. ერთ მშვენიერ დღეს ეს მე-9 კლასელია, მე უკვე წასული ვარ სკოლიდან და ვითამაშეთ ჩოგბურთი. მაგიდის ჩოგბურთი. პინგ-პონგი. და იქ რო ესე ახლა გასათხოვარი ქალი, მე დასაქორწილებელი და ყველანაირად თავს რომ მატონებდა ახლა ის არ იყო ქალი. ჩავაბარე კლასი და უთხარი ასე მეთქე თან წერილი დაუწერე. ფილოსოფიური წერილი, აფერი წერილი იყო ქალო. მომცა ეს წერილი თან წაიკითხევნე. ახლა აზრათაც არ მომცლია რომ მასწავლებელი და მოსწავლე რა გასაფიქრებელი იყო და რომ წერილს მომწერდა და მაგ რამე იქნებოდა. ისე ბოლოს ეწერა რომ წაიკითხავ დაწვია. ეს ვინ არის ეს ქალბატონი? მაიდედეჩემია. ერთ-ერთი რელიკვია, რომელიც ქსენიამ გათხოვების შემდეგ წულუკიძეების ოჯახში გადმოიტანა, დედის ფოტოა. მეტი სიზუსტისთვის ერთადერთი ფოტო. ეს ერთადერთი ფოტოა? ო, მეტი არა, მაინც შეინახა და მოეწონა და სურათი რომ გაჩერებული იყო. ეს ფოტო შემინახეთ სასწრაფოდ. ჩვენი პროექტის თავარი მიზანი არის მოვიაროთ ყველა რეგიონი, მივიდეთ ყველა იმ ოჯახში, სადაც საინტერესო ფოტოები არის დაცული და მოვახდინოთ მათი ციფრულ ვერსიაში გადაყვანა. ამ ეტაპზე 50,000-ზე მეტი ფოტო უკვე გაციფრებულია. ფოტო ხაღალდია, დროს ვერ უძლებს. ეს ფოტოები კი დღეიდან სამუდამოდ შეინახება ციფრულ ფოტომატიანეში. მასთან ერთად წულუკიძეების ოჯახიდან კიდევ რამდენიმე ფოტო განთავსდება ინტერნეტ სივრცეში და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე, კულტურულ თავისებურებებზე, ჩაცმულობაზე ან ადაწესებზე გვიამბობს. ისევე როგორც ბატონი როსტომ წულუკიძე. მე ვარ ამჟამად ახლა ვარ მუსლიმანი კაცი, რომელიც გაზრდილი მაჰმადიანური ყველა წესჩვევებით. მაგრამ არანაკლებ პატივს ჩემ, უფრო მეტ პატივს ჩემ, შეიძლება ამას ვერ შევადარებ, მაგრამ უფრო მეტ პატივს ჩემ მართლმა დიდებულობას. იმიტომ რომ ჩემი საფუძველთა საფუძველი იქიდან არის წამოსული.
ვინ იცის, იქნებ ამ ქალბატონის ეს პორტრეტიც ერთადერთია. და სწორედ ჩვენ, ზუსტად ახლა, სამუდამოდ შემოვინახეთ.